ეს მუხლი ისე არის შედგენილი, რომ რომელიღაც პოლიტიკოს უბრალოდ რო შეურაცხყოფა მიაყენო, არ ისჯები. ანუ ისჯები თუ კი შეურაცხყოფას აყენებ, პოლიტიკოსი რო არის, იმიტომ, ანუ რაღაცა რო არ მოგეწონა, რაღაცა რო გააკეთა. იმას რო აკრიტიკებ ეგეთი მწვავე, მათ შორის შეურაცხყოფელის სიტყვებით, აი ეგ არის დასჭადი. რატო დაჭირდა პოლიტიკურ საქმიანობას თვითონ რა, ანუ თანამდებობაზე ყოფნა, ანუ რა არის ისეთი, რასაც აი ესეთი რაღაც სათუთად მოპყრობის რაღაც უფლება უჩდება, ხო, ანუ აი მაგისტვის ალბათ აი რატო გამოყვეს რა ეს, ანუ რატო გამოყვეს გასაგებია, მაგრამ პრინციპი რა დაუდეს ამას. ანუ მარტივი რაღაც არის, როგორც ჩანს, იმის გამო რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი ცუდი რაღაც ხდება და ამ ცუდი რაღაცებს განაპირობებენ ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამჟამად არიან პასუხისმგებლები ქვეყანაში სიმშვიდეზე, ასე შემდეგ გადაწყვეტილებების მიღებაზე. ცუდი რა არაპოპულარული. კი ბატონო, არაპოპულარული, მათ შორის ევროკავშირთან მიმართებით, მათ შორის აქციებზე ძალადობასთან მიმართებით, ამგვარი ქმედებები, როდესაც ხდება ხელისუფლების მხრიდან, ისინი რა თქმა უნდა იღებენ კრიტიკას ხალხისგან და იმის ნაცვლად რომ ეს კრიტიკა გაითვალისწინონ და გამოასწორონ ის შეცდომები და დანაშაულები, რასაც ჩადიან, ხო? გადაწყვიტეს რომ ჩაახშონ ხალხის ხმა და მათ შორის ეს